დავიწყოთ გადაცემა, ჩემო კარგებო და ჩემო საყვარლებო და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პირველი მონაწილეა საბა ლომიძე. ტაში, შევაგებოთ თუ შეიძლება. გამარჯობა. გამარჯობა საბა. სალამი. როგორ გიგითხო? ნელ-ნელა, თქვენ როგორ? კარგად და მადლობელი ვარ, რომ მობრძანეთ ჩვენთან, იმიტომ რომ თქვენი ნიჭიერი ხალხის მობრძანება ჩვენ გიხარია საერთოდ. მე ცალა და შემოვიარეთ. ჩამგაშტელა, ხო? ბატონო? არ გამშტელა, ხო? არა, ჯერა. საბა. დიახ, ისე. როგორ გიკითხო? გიხარით ჯერ? ნელ-ნელა, რა ვიცი, კარგად ვარ, თქვენ როგორ გძანდებით? მომენატრეთ და შემოვიარე სტუდიაში. ჩვენ უფრო მოგენატრეთ თუ ფული უფრო მოგინდა? იცით როგორ არის, ვერ დაგაყენებთ ახლა თქვენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ფულთან გაგაიგივოთ, ამიტომ თქვენ. და ფულიც. ფული როგორ არის, იცით, აი რა, მე რეგე. ისე რა მინდა? ანუ საბა, ისე რა. იცი რა მაინტერესებს, რა უცხოენები იცი და რაში გადგება? თვრალი ბიძაჩემის ენა. კი, მადგება, ვერ იტყვით, რომ ვერ გამომადგება. მაგალითად, მასთან საუბარში. ხოლოდ მასთან. ხო, აბა ბიძაჩემის ენა რა შუნდა გამოვიყენო კიდე. კი ბატონო. კიდე რა და კიდე რომელი ჟიურის წევრი იმედი გაქვთ, რომელი წევრისა და იმდენი არიან, რომელიმეს იმედი ყველა ვარიანტში მაქვსო. მართალია, შანსები არის გაზრდილი. კი ბატონო რა. ჩვენი მონაწილეები. არა, მე ვალაგებ სახის ნაკვთებს. სულესტი არ ვიცი ვარ. არ ხავს ნუ დადებ, მაინც და მაინც. განსაკუთრებით მაქვს ყობა. გაყინული ვარ. რაში დახარჯა ფულსო, მოგებულ ფულსო და პულს და კარაქს ვიყიდიო. გიყვარს კარაქიანი პული? კი, დილაობით. შოთი, ლავაში. ცხელი რა თქმა უნდა. რაც გეყარეთ. კარგია. მე სხვადასხვა კარაქიან პულს. როგორც იქნა ერთი წინადადები. ვიცოდი რომ გერჩივნებოდა 100%. რომელსაც შენ ჩასესხებული მაქვს შენთვის და ჯერ არ მისწრებ, მაგრამ არა. დაიკითხე. საინტერესოა. რა წერია ერთი წინადადებით მოისყიდე წამყვანი. რა? თუ მოვიგებ, სკამს გიყიდი. ეს ორიგინალური მოსყიდვა. როგორი კარგი ამბავია. ასეთი მოსყიდვა ჯერ არ ყოფილა მოგიცხვას. ყველანაირად. ამი რატო? იმიტომ რომ ბერძენკას არა. რამე ისეთი კარგი საჩუქარი უნდა. მეტი კარგი საჩუქარს ვერ ამბობ. ამაზე კარგს ვერ აი ესე სულ გგევარ. იქნება დავჯდო და აბა თუ მოიგებ, მე მოგყიდი ჩემს სკამს 700-დან. ნახოთ. ძალიან კარგი. საბა. ისმე. სხარტულები გაქვთ მოტანილი? კი ბატონო, სხარტულები მაქვს ძირითადად. დავიწყოთ. დავიწყოთ. აბა. კი ბატონო, დავიწყოთ. მოკლედ, მომწადო შიური. და როცა მეტყვით შესავალი თუ არ გნებავთ, დავიწყოთ. ზადო. კარგი. თამაშობს საბა ლომიძე ჯერჯერობით 50 ლარი. 1, 2 და 3. არის ის მოსანახულებლად საუკეთესო დრო მაშინაა, როცა ფული გაქვთ. ჩემი აზრით, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ რესტორანში აჭარული ხაჭაპური შევუკვეთოთ. კარგია! გილოცავ საბა. მადლობა დიდი. მოკლედ, მე თქვენ საქართველოს სახალხო უჟმურმა გაუცილებ. ძალიან კარგი. პირველი ხუმრობა თქვენ კარგი. ადგილები გაქვთ გაცვლილი, ასე ვარ. კარკასიაძე ხარ. პირიქით არის აქ ყველაფერი, კობა. გილოცავ საბა 50 ლარი მოიგე. მადლობა დიდი. გადასარევი ამბავი. და სამომანდომა ისა აჭარული ხაჭაპური. დააგვიანდება. მეუბნება, თქვენ აგრძელებთ თამაშს. აფერუმ თქვენ გუნდს. მოემზადო შიური და თამაში არის 100 ლარზე, თამაშობს საბა ლომიძე 1, 2 და 3. კაცი ურანის მოსაპოვებლად წავიდა და ქალი დაბრუნდა, მაგრამ ურანით ხელში. ქართული გინება დინამო ტორპედოს მატჩის ოფიციალური ენაა. თუ რამის გაკეთება იაფად გინდა დაურეკეთ ჩინელებს, თუ რამის შეუძლებლი შექმნა გინდა დაურეკეთ ჩინელებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობენ. როცა ჩემმა მეგობარმა ორ სულთარს ჩხუბი დაუწყო, მეც მივეხმარა, ხო ეხლა 2-1-ზე რა პონტია. კარგია, პირველი დინამო. მე იქით პროგრამაში. მასე. რა მნიშვნელობა? ჩემთან არის. ახლა მოყარილი შუბია. ამაშია საქმე. აბა მალხაზი თუ მიხვდა ამ ხურობას ამ. მე საერთოდ არ გამიცინია და არც ის. ესე იგი ვერ მივხვდი. ვერც მივხვდი. ასე იყო თუ ისე იყო. 100 ლარი მოიგო. მადლობა დიდი. მე უნდა გკითხოთ მაინც. აგრძელებ თუ არა? გავაგზავნე. ძალიან კარგი. მე არ მეგონა 100 ლარზე თუ გაჩერდებოდა, მაგრამ არა. მოემზადეთ. თამაშობს საბა ლომიძე 200 ლარზე, 1, 2 და 3.
არასოდეს დაიჭიროთ ფიფქები პირით, სანამ ყველა ფრინველი არ გაფრინდება თბილ ქვეყნებში. დედაჩემი ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ ყველაფერი შემიძლია, ხოლო ახლა ბანკი მეუბნება, რომ არაფერი შემიძლია. ჩემი მეზობელი საშინელი ცოლი იყო, მაგრამ ქვრივი მშვენიერი გამოდგა. კარგი იყო! ალიკოს გაიგიმა და თქვენ მოიგეთ აბა 200 ლარი. მადლობა. ასეთ რაღაცაზე თუ გაიცინებდა ლალი არ მეგონა. ახლა ქვრივებზე ეცინება ლალი. არიწოდი შეგაბავი. მე წარმატებებს გისურვებ და უნდა გკითხოთ, მაინც აგრძელებ თუ არ აგრძელებ? მოდი ერთსაც ვწდი, მაქვს ჯერ საკმაო ხუნობები და ერთსაც ბატონო, ძალიან კარგი. მოემზადო ჟიური. აბა თამაში გახლავთ 400 ლარზე 1, 2 და 3. ქათამს ყველა ვარიანტი ვჭამთ, ან დაბადებამდე, ან დაბადების შემდეგ. საერთაშორისო მეძავმა სიტყვა კიდევ 12 ენაზე იცის. გოგოს ტანზე იმდენი პირსიგი ქონდა, რომ დინარიდან რო ამოდიოდა მინიმუმ 2 კალმახი ამოყავდა ხოლმე. ბიძა ჩემი რო დათვრება ისე ხრინავს Wi-Fi ცუდად იჯერს ხოლმე. იმ ბიძაზეა საუბარი. გაიგივა! კალმახზე იყო. ძალიან კარგი. საბა. მე ვიცოდი, რომ ჯერ კაცი ბრძანდებოდით და კარგი ხუმრობებს გაქვთ მოტანილი და შესაბამისი 400 ლარიც გაქვთ ჩათვალეთ ჯივეში. აბაბადი. ახლა მე უნდა გკითხოთ თქვენ აგზელებთ თუ არა. მოდი შევწყვეტ. მაინც 400 ლარია. მაინც 400. მაინც 400 ლარი იყო, მაგითო შევწყვეტ. კი ბატონო. თორე შეიძლება არ გაგიგო. შეიძლება კაც. კი, გამოცდილება საერთოდ იცის როგორ 400 ლარი ეხლა ფული. სანამ მე თქვენ ფულს გადმოგცემ. მანამდე სამი ხუმრობა აჩუქეთ დიასას როგორც ახალ მოსულ ჟიურის წევრს. ოღონდ არ შევიკავებ. ახლა შეგიძლია არ შეიძლება. აი ეხლა ვიცი. აქ შეგიძლია. 400 ლარი ეხლა ფულია. აბა რა აბა ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე მრავალფეროვანი დიეტა მაქვს. ხან მაკარონს ვჭამ, ხან კი არ ვჭამ. თუ რამეზე ვიტყვი რომ გავაკეთებ, ესე იგი აუცილებლად გავაკეთებ. რა თქმა უნდა ეს ყოველ 6 თვეში შეხსენები. ჩემ მეგობარ გოგონას შესანიშნავი ულამაზესი გრძელი ფეხები ჰქონდა, განსაკუთრებით მარცხენა. ძალიან კარგი. მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარეთ უღმესი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ჯერი კაცი ბრძანდება და კარგად თქვენი მომბრძანება. გაიხარეთ კარგად. დავაცილოთ კაცი. დიდი მადლობა ამ გადაცემას, 400 ლარი მოვიგე, გახარებული მივდივარ სახლში, ყველას გირჩევთ რომ მობრძანდეთ და ითამაშოთ ეს ძალიან კარგი თამაში.